მილიონი ცდის შემდეგ მგონი საბოლოოდ რაღაც გამოდის. თან ველოდებოდი ამდენი ხანია უკვე მზეს, მინდა და პირველ ვიდეო ჩამეწერა პარკიდან მზეში, იმიტომ რომ ულამაზესია, მაგრამ კოპენჰაგენიდან მზე ცოტა რთული ამბავია. თან იმდენად ქარიანი ამინდებია უკვე ამ თვეში, რომ ალბათ ივნისამდე ვერ მოხერხდებოდა ფიზიკურად პარკიდან კარგი ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ დავიწყოთ ჩემი ოთახიდან. რამდენიმე მიზეზის გამო დავიწყე ვლოგი. პირველი არის ის, რომ მინდა Erasmus Mundus-თან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაცია გაგიზიაროთ და დაგეხმაროთ აპლიკაციის შევსების პროცესში, იმიტომ რომ ალბათ ზოგმა თქვენგან მოგვეცის, რომ Erasmus Mundus-ის საქართველოს წარმომადგენელი ვარ და მაქვს ჩემი Facebook ჯგუფი, სადაც ვაზიარებ ინფორმაციას, თუმცა ვფიქრობ ბლოგებით უფრო უკეთ შემიძლია თქვენი დახმარება და ინფორმაციის გაზიარებაც, მით უმეტეს ახლა იწყებს უკვე ზოგი ამ პროცესისთვის მომზადებას და ვფიქრობ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდი თუ ამ ვიდეოს უყურებთ ახლა. მეორე მიზეზი ისაა, რომ მინდა დანიური, კოპენჰაგენური ცხოვრებაც გაგიზიაროთ და გაჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვარ ზოგადად ქართველები დანიაში, განსაკუთრებით კოპენჰაგენში და მე პირადად არავინ არ ვიცი, ვისაც ესე ჩაწერილი აქვს თავიანთი ცხოვრება, გაზიარებული გამოცდილება აქ ცხოვრების და ესე შემდეგ, იმიტომ რომ როგორც ქართველს ძალიან ბევრი კულტურული შოკი გვხდება აქ ჩამოსვლის შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამ შოკებსაც თანდათან გაგიზიარებთ. ამ ვიდეოში შევაცდებით, ჩემზე მოგიყვეთ ჯერ პირველ რიგში ცოტა და ესევე რამოდენიმე ზოგადი რჩევა მოგცეთ Mundus-ის პროგრამების აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით, თუ ახლა იწყებთ. იმიტომ რომ ვფიქრობ უკვე დროა და რაც მალე მით უკეთესი. და ასევე თუ კომენტარებში დამიწერთ ხოლმე რა სახის კონტენტი გინდათ თქვა შემდეგი კვირისთვის, იმასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ანუ რაც გაინტერესებთ, იმასთან დაკავშირებით გავაკეთებ კონტენტს. პირველ რიგში ჩემს მოგიყვებით ცოტას მეორე წელი უკვე რაც კოპენჰაგენში ვცხოვრობ, Erasmus Mundus-ის ერთ-ერთი პროგრამით წამოვედი, რომელსაც ქვია გლობალური გარემო და განვითარება. ეს პროგრამა მოიცავდა ორ ქვეყანაში ცხოვრებას, ერთ-ერთი არის დანია და ანუ მასპინძელი უნივერსიტეტი იყო კოპენჰაგენი, ამიტომ პირველი წელი გავატარე აქ და შემდეგ გქონდა საშუალება აგვერჩია მილანსა და ვარშავას შორის. თუმცა ზოგადად ამ ტრეკებს შორის განსხვავება არის ხოლმე პროგრამაში, ანუ რა პროგრამაზე გინდა რომ გააგრძელო სწავლა. სპეციფიკურად შეგიძლია აირჩიო ასევე საგნებიც. ჩემ შემთხვევაში მე ავირჩიე ვარშავა, იმიტომ რომ საგნები ბევრად მაინტერესებდა ვარშავაში ვიდრე მილანში და ვისაც გაინტერესებთ მაგალითად ეს პროგრამა, ახლავე გეტყვით, რომ მილანში უფრო აგროკულტურასა და მეცნიერებების სცენარების მეცნიერებებს სწავლობდნენ ჩემი სხვა კურსელები, ხოლო ჩვენ ვარშავაში სოციალური მეცნიერებებიდან და მენეჯმენტიდან გვქონდა უმეტესად საგნები. მაგალითად, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა, ესევე sustainability reporting, ქართულად მდგრადი განვითარების რეპორტინგი, რომელიც ეხლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში და დანიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამას, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს უფრო გამოსადეგი იქნებოდა და თან ბევრად მაინტერესებდა. ვარშავაში გავატარე ჩემს სხვა კურსელებთან ერთად წინა სემესტრი, მხოლოდ ერთი სემესტრი და შემდეგ უკვე თეზისის წერის პერიოდში, ანუ ბოლო სემესტრში, რომელშიც მე ახლა ვარ. შეგვეძლო აგვერჩია თითქმის ნებისმიერი ქვეყანა. ეს იყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, შენი თეზისის თემაზე. რადგან პირველი წლის გამოცდილება იყო დანიაში ფანტასტიკური და უკვე მქონდა ცხოვრების უფლება, გადავწყვიტე, რომ ისევ დანიაში დავბრუნებულიყავი, რადგან ყავს ბევრი მეგობარი, შარშანდელი გამოცდილებიდან გათვალისწინებით ვიცოდი, რომ ბევრად უკეთ ვიგრძნობდი აქ თავს, რაც სიმართლეა, ამიტომ წამოვედი კოპენჰაგენში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში ჩემს მაგისტრატურამდეც მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგალითად Erasmus Plus-ის გაცვლით პროგრამაში, როდესაც ჩეხეთში ვსწავლობდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ კი აი ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ეხლა სადაც არ უნდა წავიდე, არ გამიჭირდება, იმიტომ რომ ესე თუ ისე მეგონა რომ ყველაფერი ვიცოდი. მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირადაა, როცა მაგისტრატურაზე მოდიხარ, განსაკუთრებით როცა ქართველი მოდის სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც გარემო რადიკალურად განსხვავებულია.
ძალიან ბევრი კულტურული შოკი ხდება და მე ხვდები, რომ აი თურმე რაც გეგონა რომ იცოდი რეალურად ანუ ზღვაში არის ერთი წვეთი, ან შეიძლება არც. კი რა თქმა უნდა ნელ-ნელა შევეჩვიე, თუმცა ეს შოკები კიდე არის ჩემს ცხოვრებაში და ამასაც ნელ-ნელა გაგიზიარებთ. ეხლა ძალიან ბევრი რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად გაინტერესებთ ის გზა, რაც მე გამოვიარე აქ ჩამოსასვლელიდან, როგორ მოვხვდი კოპენჰაგენში და ესე შემდეგ. თუ გაინტერესებთ, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში და ცალკე ვიდეოსაც ჩავწერ, სადაც დეტალურად მოგიყვებით ჩემს გზას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კოპენჰაგენის უნივერსიტეტამდე. თუ ფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება და ასევე მგონია, რომ მოტივაციასაც მოგცემთ. ეხლა რამდენიმე ზოგად რჩევას მოგცემთ Erasmus Mundus-ის აპლიკაციების შევსებამდე, რომელიც ვფიქრობ, რომ დაწყებამდე აუცილებელია, რომ იცოდეთ და ძალიან ბევრ თავისკიულ საგაიდებს თავიდან. ესევე ამ ვიდეოსთან დავლინკავ Erasmus Mundus-ის პროგრამების კატალოგს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველა პროგრამა, რომელიც ამ კატალოგშია რამოდენიმე წლის განმავლობაში, წელს ყოველ შემთხვევაში. თუმცა სანამ ამ კატალოგს ნახავთ და იფიქრებთ, რომ ყველა პროგრამა, რაც მასშია მოთავსებული, სრულად ფინანსდება, გეტყვით, რომ არ არის ეს სიმართლე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე. ანუ ყველა პროგრამა არ ფინანსდება, არის პროგრამები, რომლებიც ფინანსდება სრულად და ესევე გაძლევენ ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებლად. არის პროგრამები, რომლებიც აფინანსებენ მხოლოდ სწავლას და არის პროგრამები, რომლებიც საერთოდ არაფერს აფინანსებენ. ანუ თუ მიიღეს პროგრამაზე, ყველაფრის დაფინანსება მოგიწევთ თავად. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ შეამოწმოთ ხოლმე მთავარ ვებსაიტზე, ანუ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებსაიტზე ფინანსდება თუ არა პროგრამა. თუმცა როგორც ყოველთვის ახალი პროგრამები უფრო ფინანსდება ხოლმე, იმიტომ რომ გარკვეული წლების რაოდენობა აქვს თვითონ პროგრამას, როცა მიღებული აქვს ეს დაფინანსების გრანტი. როგორც მახსოვს, დაახლოებით 7 წელი. ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ახალია პროგრამა, ეს უფრო ზრდის დაფინანსებების შანსს. ამიტომ დავლინკავ და მე შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ და ნახოთ ეს ყველა პროგრამა. თუმცა დაწყებამდე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ადრე დაიწყებთ მომზადებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრად მარტივდება მთელი პროცესი. მენდეთ იგივე მაქვს გამოვლილი მეც და ალბათ ყველა სტუდენტს, ვინც საზღვარგარეთ ჩააბარა. ამიტომ რამოდენიმე დოკუმენტი არის ისეთი, რომელიც თქვენზე სრულიად არ არის დამოკიდებული. ამიტომ გირჩევთ პირველ რიგში ამ დოკუმენტების მოძიება დაიწყოთ. ერთ-ერთი მათგანი არის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც უმეტესად Mundus-ი ითხოვს 2 ადამიანისგან, ერთი აკადემიური ნაწილია და მეორე უკვე მგონი სამსახური. ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ ერთი უნივერსიტეტიდან აიღოთ და მეორე თქვენი სამსახურიდან თუ მუშაობთ, რა თქმა უნდა. ზოგადად თქვენზე არ არის ეს დამოკიდებული უმეტესად და პროფესორებიც, ანუ რეკომენდატორებიც ძალიან წელავენ ხოლმე. ამიტომ დაახლოებით რამოდენიმე კვირით ადრე მაინც რომ დაიწყოთ ამის მოძიება, აი მინიმუმ 1 თვით ადრე მაინც გირჩევთ რა, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ან დაკავებულები იყვნენ ძალიან, ზოგადად ძალიან დაკავებულები არიან ხოლმე პროფესორები და შეიძლება საერთოდ გადაავიწყდეთ და მე თქვენს უბრალოდ არ შეახსენოთ თავის დროზე და ამიტომ აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციაში. ამიტომ უბრალოდ დაიწყეთ, მიწერეთ და რამოდენიმეჯერ აუცილებლად შეახსენეთ, იმიტომ რომ ძალიან დატვირთულები არიან და ავიწყდებათ ხოლმე რაღაცები. ჩემი გამოცდილებიდან რაც ყველაზე დიდ თავის ტკივილს იწვევს ხოლმე, ეს არის ინგლისურის ტესტი. იმიტომ რომ არის Mundus-ში ზოგი პროგრამა, რომელიც აღარ ითხოვს აკადემიური ტესტის გამოცდას, თუ მაგალითად მთლიანი ბაკალავრი გაქვთ ინგლისურ ენაზე ნასწავლი. თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ შესაძლოა აი ზუსტად თქვენ პროგრამამ, რომელზეც გინდათ განაცხადის გაკეთება, მაინც მოგთხოვოთ, ამიტომ ეს ზოგადი წესი არაა Mundus-ის, პროგრამები თავად წყვეტენ. ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყებთ აკადემიური ინგლისურისთვის მომზადებას, მით უკეთესი თქვენთვის. მთელი ზაფხული შეგიძლიათ დაუთმოთ და უკვე სექტემბერში მოემზადოთ ესე რომ ვთქვათ დოკუმენტების გასაგზავნად და რამოდენიმე
1-2 თვე დაახლოებით, როგორც ზოგადად დაახლოვებული დედლაინები, მაინც გექნებათ მთლიანი აპლიკაციის გადასახედად. Erasmus Mundus-ზე და ასევე სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამაზე ევროპაში თითქმის ყველა პროგრამა და უნივერსიტეტი იღებს IELTS და TOEFL-ს, ანუ ინგლისურის აკადემიურ ტესტს. ჩემს შემთხვევაში მე პირადად ჩავაბარეთ IELTS-ი, ამიტომ თუ გადაწყვეტ IELTS-ის ჩაბარება შემიძლია ჩემი მასალებით გამოგიგზავნოთ, უბრალოდ კომენტარებში შეგიძლიათ თქვენი იმეილები დაწეროთ და მე გამოგიგზავნით ყველა იმ მასალას, რომელიც დამეხმარა overall-ში 7.5 სასაღებად. თუმცა ისეთ გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ შეიძლება პროგრამამ შიდა სექციებშიც მოგთხოვოთ მინიმალური ქულა, მაგალითად არა overall ქულა მხოლოდ, არამედ მაგალითად ყველა სექციაში მინიმუმ 6.5 ან მინიმუმ 7, ამიტომ ამ მოთხოვნებს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ეს არის ფაქტობრივად პირველი ფილტრი, რის მიხედვითაც ეს კომისია, რომელიც ირჩევს აპლიკანტებს, ფილტრავს ამ აპლიკაციებს. ამიტომ კი პირველ რიგში აუცილებლად უნდა გადახვიდეთ მათ მთავარ ვებსაიტზე და ყველა მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილოთ. და ეს არის ხოლმე ერთ-ერთი, რომელიც ასევე ბევრ აპლიკანტს ავიწყდება ან ეშლება, როგორც ვიცი. ამიტომ შემიძლია IELTS-ი გამოგიგზავნოთ. ესევე ბევრი ადამიანი აბარებს TOEFL-ს, ბევრი პროგრამა ესევე Cambridge-ის ინგლისურის ტესტზეც იღებს, ამიტომ ეს თქვენზეა დამოკიდებული, რომელიც უფრო გეკომფორტულებად შეგიძლიათ უბრალოდ ისაარჩიოთ. რაც შეეხება IELTS-ს, ჩემი პირადი გამოცდილებით რომ გითხრათ, დაახლოებით 2-3 თვე ვემზადებოდი ზაფხულის განმავლობაში. ამიტომ რაც უფრო მალე დაიწყებთ, თქვენ თავსაც უფრო მეტ დროს მიცემთ მოსამზადებლად და ნაკლები თავისი ტკივილი გექნებათ და ნაკლები ნერვიულობა. იმიტომ რომ გექნებათ მთელი ზაფხული მოსამზადებლად, ესევე სექტემბერი და ოქტომბერი, იმიტომ რომ პროგრამების უმეტესობის დედლაინი იწყება ხოლმე ნოემბრიდან. ამიტომ რამოდენიმე თვეს მიცემთ თქვენ თავს იმისთვის, რომ მოემზადოთ. მით უმეტეს თუ ინგლისურის დონე ჯერ არ გაქვთ B2-ზე, ეს დრო იმისთვისაც საკმარისი, რომ ჯერ ინგლისური გაიუმჯობესოთ, ან სიტყვათა მარაგი და მერე უკვე თვითონ ტესტის სპეციფიკაზე იმუშაოთ, იმიტომ რომ არ არის IELTS-ი მხოლოდ ინგლისურის შესამოწმებელი ტესტი, ეს დროის მენეჯმენტი, უნარები, ამიტომ რაც მალე დაიწყებთ, მით უფრო დაეხმარებით თქვენს თავს. ერთი რჩევა, რომელიც მე ძალიან გამომადგა ჩემი აპლიკაციების შევსების პროცესში, იყო ის, რომ რაც უფრო შეკრულს და ერთიანს გახდით თქვენს მთლიან აპლიკაციას, მით უფრო მეტია შანსი იყოთ არჩეული, იმიტომ რომ ეს ხდის ყველაფერს უფრო დამაჯერებელს, რეალურს და აი ამდენ ძალიან კარგ აპლიკანტს შორის ზოგჯერ მხოლოდ ეს ხდება ხოლმე აი გადამწყვეტი ფაქტორი. მაგალითად რომ გითხრათ, თუ ირჩევთ ერთ-ერთ რეკომენდატორს თქვენი მაგალითად კვლევის სუპერვაიზორს და ის წერს, რომ ამ კვლევის განმავლობაში ესა და ეს თვისებები განივითარეთ თქვენ, ესა და ეს ცოდნა შეიძინეთ და ესე შემდეგ. კარგი იქნება ძალიან თუ თქვენ სამოტივაციო წერილშიც იგივე თვისებებს გაუსვამთ ხაზს. ეს ესე რომ ვთქვათ შეკრავს თქვენს მთლიან აპლიკაციას და უფრო დამაჯერებელს და რეალურს ხდის. შეგიძლიათ დაწეროთ მაგალითად, რომ აი ამ და ამ კვლევის დროს ესა და ეს უნარები შევიძინე, ნუ ესა და ეს ცოდნა მივიღე, თუმცა მაგალითად აკადემიური ცოდნის გაუმჯობესება მინდა, ამიტომ ვაკეთებ განაცხადს ამ და ამ პროგრამაზე, რომელიც დამეხმარება, მაგალითად ამ გეგმის განხორციელებაში, რომელიც გაქვთ. ანუ მთლიანად აპლიკაცია ძალიან ლოგიკური ბმულებით უნდა შეავსოთ და რეალური გახადოთ. ანუ დამაჯერებელია, ხო, უფრო როცა სუპერვაიზორიც ამბობს ამ კვლევაზე რამდენი რამ შეგძინათ და თქვენც იგივე კვლევას ასახელებთ, თქვენი პერსპექტივიდან რა შეგძინათ და მე რაში გამოიყენებთ ამას. ამიტომ ზოგჯერ ხდება ხოლმე, როდესაც ძალიან ბევრი, ძალიან კარგი აპლიკანტი ყავთ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან აკეთებს ხალხი განაცხადს Erasmus Mundus-ზე, რადგან მგონი ერთადერთი პროგრამა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო არის, რომელიც სწავლასაც გიფინანსებთ და მთლიანი ცხოვრების ხარჯებსაც გიფინანსებთ. ასევე გაძლევთ საშუალებას არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში გაატაროთ ეს 2 წელი, არამედ 2-ში, 3-ში ან ხშირ შემთხვევაში 4-ში. და ამ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ბოლოს იღებ მაგისტრატურის დიპლომს, ანუ ყველადან ერთად ამ 2 წელში. მგონი ერთადერთი პროგრამა მსოფლიოში, რომელიც ამას აკეთებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი აკეთებს განაცხადს ამისთვის და ზოგჯერ
რაღაცით ხომ უნდა გაფილტრო და ზოგჯერ ესაა ხოლმე რამდენად დამაჯერებელი რეალური და გულწრფელია თქვენი აპლიკაცია. ამიტომ ვფიქრობ ეს რჩება თქვენს ძალიან გამოგადგებათ, იმიტომ რომ მე გავითვალისწინე და ეხლა უკვე კოპენჰაგენში ვარ იმ პროგრამაზე, რომელზეც ძალიან მინდოდა მოხვედრა და რომლის დაწყების წინაც ძალიან ბევრს ვნერვიულობდი მეც. დღეისთვის ეს რჩევები მქონდა სულ რაც დაწყებამდე გამოგადგებათ ძალიან, თუმცა აპლიკაციის შევსების პერიოდში კიდევ იქნება რაღაც რჩევები, რომლებიც უფრო კონკრეტულია ხოლმე და გათვალისწინებული ზოგადად თითო პროგრამაზე, ამიტომ ამას თანდათან გაგიზიარებთ ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც თქვენ თვითონაც დამიწეროთ და ან უბრალოდ მომწეროთ შეტყობინებაში რა გამოგადგებათ უფრო მეტად, ანუ რა სახის კონტენტი შემიძლია რომ გავაკეთო მე თქვენ რომ უკეთ დაგეხმაროთ, ან რა გჭირდებათ ახლა ამ პროცესში და შემდეგ ვიდეოებში უკვე ამ თემებზე გავამახვილებ ხოლმე ყურადღებას. ამიტომ ჩემთვის კი ძალიან დიდი დახმარება იქნება თქვენც თუ მეტყვით უბრალოდ რა სახის კონტენტი გინდათ. კატალოგთან ერთად ამ ვიდეოს აღწერაში დავლინკავ ესევე ჩემს სხვა სოციალურ მედიებს, სადაც ესევე ვიაქტიურებ მომავალში და სადაც გაგიზიარებთ ხოლმე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას, ან შედარებით სხვა სახის კონტენტს YouTube-ისგან განსხვავებით, სადაც ან შეგიძლიათ ამ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მომყვეთ და უბრალოდ გაიგოთ ზოგადად როგორია ჩემი ერთი დღე, ან ერთი ვიკენდი როგორც ქართველი სტუდენტის კოპენჰაგენში. გემშვიდობებით ჩემს კვირამდე და გელოდებთ კომენტარებში.